ღმერთმა ძალა და საშუალება რომ ჩაგვეტარებინა წმინდა მატრონას პარაკლისის შევავეძეთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი სულები და დაგვიფაროთ, დაგვიწვა, შეგვიწყალოს და ევედროს ქრისტეს რომ ჩვენ ყველანი მართლმადიდებლობაში, სწორ სარწმუნოებაში, რაც არის სწორი ცხოვრება ქრისტეს ცნებებით ვაცხოვროთ. წერი ყოველთვის არსებობს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეშმაკი არსებობს, უნდა ვიცოდეთ რომ ეშმაკი ყოველთვის ებრძვის ქრისტიანებს რომ რამენაირად ცოდვაში ჩააგდოს, რამენაირად დაამციროს, რამენაირად შეურაცხყოფა მოაყენოს, უნდა დაიმახსოვროთ რომ ქრისტეს ეკლესია შეურაცხყოფას ვერავინ ვერ მიაყენებს. იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესია არის ყველაზე წმინდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი ეკლესია არის კლდესაზე და დაფუძნებული. ქრისტემ დააფუძნა, რომელიც მჭერმი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ეს ეშმაკის ჭინკები კი არა. ვერავინ ვერ მოერევა ქრისტეს, ვერ მოერევა ეკლესიას, ვერავინ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს წმინდა მატრონას და სხვა წმინდანებს. დამიჯერეთ კალთო. ეს თვითონ იმძიმებენ ცხოვრებას და ღმერთმა ყველა შეუძლოს და აპატიოს. ღმერთმა ყველა სინანულში მოიყვანოს. განსაკუთრებულად ძალიან ბევრ ეშმაკეულს დევნიდა წმინდა მატრონა და შევთხოვოთ წმინდა მატრონას რომ ეს საწყალი ხალხი რომელიც ეშმაკის მსახურებაში არიან, რომელიც ეშმაკის რასაც თააგონენ, საერთოდ ეშმაკის კი არაკეთებს, ესეთ ეშმაკს გადაასწრებენ ხოლმე ხანდახან ისეთ დღეში არიან. ესე ძინო მდგომარეობაში არიან და ვევედროთ ეს საწყალი ხალხი იქნებ სინანულში ჩავარდნენ, იქნებ მოიქცნენ, იქნებ მოვიდნენ ეკლესიაში და ჩვენი ეკლესია ისეთი მოყვარული ეკლესიაა რომ ჩვენ ყველას მივიდეთ, ყველას შეუნდობ, ყველას ჩავიქროთ. რა თქმა უნდა თუ დავინახეთ სინანული, თუ დავინახეთ ერთგულება ქრისტესი, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიას ახსოვს და ვიცით ჩვენო უამრავი დაცემული ცოდვილი ადამიანი დიდი წმინდანი გამხდარა, ხო? და ჩვენ რა თქმა უნდა ყველა უნდა გვიყვარდეს და ქრისტეს ყველა უყვარს და ქრისტე ყველას გამო ჯვარზე გაეკრა, ყველას გამო დანთხია სისხლი. ეს სისხლი ძალიან ძვირფასია, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვევედრებით ღმერთს რომ ამ საწყალ საცოდავ ადამიანებს შეუნდოს და რაღაცნაირად მოიქცნენ. ეს არ შეიძლება, ეს ცილის წამებები, ეს აგორებული პატრიარქზე, ეკლესიაზე, ჩვენ მამებზე, მრევლზე, ფოქტები საერთოდ ადამიანებად აღარ ვთვლიან, ისეთი განწყობა არის. აი მართლა ნეობოლშევიკები არიან, აი ესე რომ როგორც ადრე იყვნენ და დევნიდნენ მძლეებს, ეკლესიას ანგრევდნენ, ხატებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, უკვე გადავიდნენ ამ ეტაპზეც გადავიდნენ უკვე, მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ დაუშვებთ. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანებია, ჩვენ მოწყალია ჩვენი ეკლესია, მაგრამ ასევე მტკიცი არის, მტკიცი და ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი სიწმინდე ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს, ჩვენ პატრიარქს ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ჩვენ არა ვართ ის ხალხი რომ ვიღაცა ცემოც და რაღაცა ეს ქრისტიანს არ შეეფერება. ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიტყვა და ამ სიტყვით უნდა დავამართოთ. ამიტომ თქვენ მოგიწოდებთ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად გაცნობიერებული ჩვენ სარწმუნოებაში, ჩვენ სიტყვით დავამარცხოთ ეს ხალხი და დამარცხებულებიც არიან. ჩვენ გამარჯვებულ ომში ვართ ჩართული ქრისტიანები, ჩემო კარგებო და ამიტომ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ ეს მოვლენები. ეშმაკი აღზრავს დიდი დღესასწაულის დღეებია, ხო? შობის ბაცხოვარი იშობა, ესე იგი დაიბადა ჩვენი ღმერთი, მსნელი, მთელი სამყაროს შემოქმედი. ამხელა დღესასწაულია და წარმოიდგინეთ, რაღაცა დაიწყეს რომ თითქოს რაღაცა უნდათ რომ ეს დღესასწაული, ამ დღესასწაულის შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერ მოგარკვით. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით მტკიცეთ მართლმადიდებლობაში, ქრისტიანობაში, ქრისტეს ცნებების დაცვაში და ყოველთვის აღვდგებით ამ აღვირახსნილობას და ამ სიბილწეს და ამ სიბინძურეს, რასაც ესენი ჩადიან. კიდევ ამბობ, ჩვენ მოუწოდებთ მათ სინანულად, ჩვენ ყველა გვიყვარს და ყველას ცხონება გვინდა, რომ ყველა გადარჩეს. ყველას თავისუფალი ნება აქვს. ზოგი ეშმაკის ხარეს დადგება, ზოგი ქრისტეს ხარეს დადგება. გახსოვთ ხო, როდესაც მოვა ქრისტე მეორედ ესეც სიტყვებს ამბობს, რომ მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. რამე თუ მშიოდაო და მაჭამეთო, წყუროდაო და მასვითო და ასე შემდეგ ჩამოთვლის მაცხოვარი. ხო და მართლები ეტყვიან როდისო უფალო, აი როგორცო თქვენ მოყვას ეხმარებოდითო და გვერდში ეძახით იგივე მე მიქენითო, ესე იგი და შედის ჩემს სიხარულში. ხოლო ნახე მარცხნივყოფებს ასეუნება, წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსამა საუკუნესა, რომელიც გამზადებულია ეშმაკისათვის და მსახურთამისათვის. ხდებით? ადამიანისთვის არ არის ჯოჯოხეთი გამზადებული. ჯოჯოხეთი არის ეშმაკისთვის გამზადებული და რა თქმა უნდა თუ ის მსახური გახდება ეშმაკის. ამიტომ სამწუხაროდ აი ეს საწყალი ხალხი ეშმაკის მსახურები არიან და ეშმაკს ემსახურებიან და გვეცოდებიან ესეთი ხალხი ჩვენ. ჩვენ არა ვართ ზიზგით არავის არ უყურებთ ნამდვილად. მეც აი როგორც ავამტყოფი, ხო აი ესე ავამტყოფა რაც არ უნდა გაგიკეთოს, ეხლა რო იცი რომ თუდად არის ეს ადამიანი, აღწევს იმისი არაფერი, ხო? უბრალოდ გეცოდება და აი საცოდავ, აი ცოდვის, აი ეს რაღაცა მოდის
ჩვენთან ესეა, რომ აი მეწოდებიან ეს აწყალი ხალხი და აი რა ვიცი რა ღმერთმა შეიწყალოს და ღმერთმა აპატიოს და თქვენ ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, დაკურთხოთ და გაგახაროთ და